კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების განცხადებით სტეფანიანის დაკავება რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს ეხება. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით მან დიდ ველზე ნებართვის გარეშე თვითნებურად დააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო სათხილამურო ტრასა. მას 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა 3 კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის შედეგები ასეთია: საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 5.25%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 75.85 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიარდ 720 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 19.73%-ით გაიზარდა. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 12.6%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 38.30 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2 მილიარდ 110 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 21.19%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 3.29%-ით შემცირდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 25 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მილიარდ 170 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში აქციების ფასი 39.63%-ით არის გაზრდილი. 2024 წელს საცალო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 3 ლარი და 10 თეთრი იყო, ხოლო დიზელისთვის 3 ლარი და 30 თეთრი. საწვავის ფასების დინამიკა TBC კაპიტალის პუბლიკაციაშია, სადაც აღნიშნულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე საწვავის ფასები გაზრდილია. საწვავის ფასები საქართველოში მჭიდროდ არის დამოკიდებული მსოფლიო ნავთობის ფასების ინდექსი საგრძნობლად დაექცა COVID-19-ის შეზღუდვების პერიოდში, შემდგომში მოთხოვნის ფონზე. ფასები მკვეთრად გაიზარდა 2022 წლის დასაწყისში, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაზარდა და ეს ყველაფერი საქართველოს ბაზარზეც აისახა. 2019-21 წლებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასები მეტწილად თანაბრად იცვლებოდა, თუმცა 2022 წლის თებერვლიდან ეს დინამიკა შეიცვალა. საწვავის ფასები 2022 წლის პიკის შემდეგ შედარებით მაღალ დონეზე დარჩა. განსაკუთრებით დიზელის შემთხვევაში ვკითხულობთ პუბლიკაციაში. საწვავის ფასზე მოქმედი ფაქტორები TBC კაპიტალის თანახმად არის ნედლი ნავთობის ბაზარზე რამდენიმე ძირითადი მიმართულება, მათ შორის მიწოდება, მოთხოვნა, მარაგები და მოლოდინები. სახელმწიფო შპს გეოინდუსტრიას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს უცვლის. მთავრობის 29 ოქტომბრის განკარგულების თანახმად ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, რომ შპს გეოინდუსტრიას საკუთრებაში გადასცეს სენაკის სოფელ ხორშში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 372.112 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო მიწის ვანის რაიონში მდებარე კომპანიის კუთვნილი 4 მიწის სანაცვლოდ. როგორც განკარგულებაში წერია, საუბარია გეოინდუსტრიას საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 4 ნაკვეთზე, მათ შორის სოფელ შუამთაში 110.000 კვადრატულ მეტრი მიწაზე და სოფელ ტობანიერში არსებული 70.552 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთებზე. განკარგულებაში ასევე წერია, რომ შპს გეოინდუსტრია უარს იტყვის უძრავის ნივთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის 233.900 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე, ანუ კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასი უფრო მეტია სახელმწიფოს გადაცემული მიწის ნაკვეთის ფასთან შედარებით. BMG დაუკავშირდა შპს გეოინდუსტრიის დირექტორს ლევან გამგებელს, რომლის თქმითაც ნაკვეთების გაცვლა მათი ინიციატივა იყო, ვინაიდან თავიანთ კუთვნილი მიწის 4 ნაკვეთზე, რომლებიც ერთმანეთის გვერდ-გვერდ მდებარეობდა, ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობა იყო, რომ იქ კომპანიას რამე გაეშენებინა. მისივე თქმით, ახალი მიწის ნაკვეთზე კომპანია მოიაზრებს საქონლის საკვებისთვის ბალახის მოყვანას ან ტრემლის გაშენებას. სახელმწიფო 4 მუნიციპალიტეტში 9.412.793 კვადრატული მეტრის ფართობის 8 საძოვარს იჯარით სხვადასხვა პირებს გადასცემს. საძოვრებით მოიჯარეები 3 წლის ვადით გარკვეული წლიური საიჯარო ქირის გადახდის სანაცვლოდ ისარგებლებენ. საუბარია ასპინძის, დედოფლის წყაროს, ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრებზე. მთავრობის განკარგულებით საძოვრების იჯარით გადაცემის უფლება ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა. საძოვრების იჯარის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვრა წლიური საგადასახადო 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე 15 თეთრი, რომელიც მოიჯარებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს და შემდგომ ყოველწლიურად. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტში იჯარით გაცემული აღნიშნული 8 საძოვრიდან წლიურად 12.452 ლარი შევა. მომავალი წლიდან ქვეყნის წყლის რესურსების მართვა ახალი კანონით მოხდება. 2026 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ჯერ კიდევ 2023 წელს მიღებული წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი, რომელიც წყლის მართვის ევროპული ნორმების დანერგვას ითვალისწინებს. ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც კანონს შემოაქვს, წყლის რესურსების სააუზო მართვის მექანიზმია, როდესაც მართვა ხორციელდება მდინარეთა წყალშემკლები აუზების დონეზე წყლის სარგებლობის დაბალანსებისთვის. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მომავალი წლის სექტემბრისთვის უკვე დამტკიცებული იქნება მდინარეთა სააუზო მართვის გეგმები.
რუსეთის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში 193 ინსპექტირება განახორციელა. შემოწმდა ცხოველის საკვების 9 მწარმოებელი, როგორც სააგენტო იტყობინება, შემოწმების პროცესში შეუსაბამობები არ გამოვლენილა. წესის ცნობით, ინსპექტირების გარდა მიმდინარეობს ცხოველის საკვების მონიტორინგი სხვადასხვა მაჩვენებელზე, როგორც სააგენტო იტყობინება, ვეტერინარული პრეპარატის სხვა დამბინძურებლების და მათი ნარჩენების გამოვლენის მიზნით აღებულია 95 ნიმუში, არც ერთ მათგანში შეუსაბამობა არ აღინიშნება. საქართველოში რეგისტრირებული მანქანების მხოლოდ 1%-ია ელექტრო. ეს TBC კაპიტალის მიმოხილვაში წერია, რომელიც საქართველოში საწვავის საცალო ბაზარს ეხება. 2025 წლის სექტემბრისთვის საქართველოში რეგისტრირებულმა ავტომობილებმა 1,900,000 მიაღწია. ავტომობილების 64% ბენზინს, ხოლო 23% დიზელს მოიხმარს. ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილები მთლიანი ავტოპარკის 12%-ია, თუმცა მათი ძირითადი საწვავი ბენზინია. ელექტრომობილები ავტოპარკის მხოლოდ 1% შეადგენს. TBC კაპიტალის ცნობით ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია 2024 წელს მცირე ჩავარდნის მიუხედავად მზარდია. თუ 2019 წელს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წილი პირველად რეგისტრაციაში 39% შეადგენდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 56%-ამდეა გაზრდილი. წელს ყველის და ხაჭოს იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ხაჭოსა და ყველის იმპორტმა 29,300,000 დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,7%-ით მეტია. იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 18,9%-ით გაიზარდა და 5,301 ტონას მიაღწია, მაშინ როდესაც წინა წელს ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში 4,456 ტონა იყო. სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი ხაჭო და ყველი საქართველოს გერმანიიდან შემოიტანა 5,803,000 ტონა. საქართველოს პოტენციალს China International Import Expo-ზე ეცნობიან. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტყობინება, უკვე მეოთხე დღეა არ წყდება ვიზიტორთა რიგი საქართველოს სტენდთან. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე აწარმოეს საქართველოში 40-მდე კომპანიასთან ერთად არის წარმოდგენილი. 5 დღის განმავლობაში გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ქართველი შეხვმზარეულები იოსებ ჯაბანაშვილი, დავით ნარიმანაშვილი, ვახო გობეჯიშვილი, ვაკო ვაშაკაშვილი და გურამ ბაღდაშვილი გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ. ვიზიტორებს საშუალება აქვთ ხაჭაპური, გებჟალიაში ქმერული, ჩაკაფული და ქართული ღვინო დააგემოვნონ, გაიცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და ინფორმაცია მიიღონ ქართული კულტურისა და ქვეყნის შესახებ.